სანახაობრივად დატვირთული იყო რუსთაველის გამზირით მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სამინისტროების საქმიანობა სპეციალური სტენდების საშუალებით შეეფასებინა. უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებს მოქალაქეებს პირადად მინისტრები აცნობდნენ. მათ შორის იყო ჯანდაცვის კუთხე, სადაც მსურველებს C ჰეპატიტის სკრინინგ სერვისაც თავაზობდნენ. მთავრობის წევრებთან ერთად სახელმწიფო უწყებების სტენდები დღეს პირადად დაათვალიერა პრემიერმა, რომელმაც თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ფეხით გაიარა. Ramogituna ყველაზე მეტად. დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, რომელმაც თავისუფლებისთვის არაერთი ბრძოლა გამოიარა, ჯარისკაცები, პოლიციელები და მაშველები ამჯერად არა საბრძოლო, არამედ სამშვიდობო მისიით გამოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღე უამრავმა ადამიანმა აღნიშნა. თუმცა სტენდებს, სადაც სახანძრო მანქანები, ვერტმფრენები და სამხედრო შეიარაღება იყო გამოფენილი, განსაკუთრებული ინტერესით მაინც ბავშვები აკვირდებოდნენ. მე მომეწორა იარაღები, მანქანები და ყოველ 26 მაისს მოვდივარ ხოლმე აქ და ვერთად. ბავშვებს შეუძლიათ მოვიდნენ სურათები გადაიღონ როგორც მეხანძრის ფორმაში, ასევე სამაშველო ფორმაში. წელიწადის 4 დროის განწყობა რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებებმა შექმნეს. ვარდების მოედანზე 1200 კვადრატულ მეტრზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ზაფხული ნაადრევად მოიყვანა და მწვანე ზონა შექმნა. თუმცა სანამ დამთვალიერებელთა ერთი ნაწილი შადრევნებთან გრილდებოდა, მეორე ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს სტენდთან ადევნებდა თვალს, როგორ მოდიოდა მაისის ბოლოს რუსთაველის გამზირზე ნამდვილი თოვლი. უფრო მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხესთან იყვნენ შეკრებილნი და ძალების მოსინჯვას სროლაში ცდილობდნენ. გრძელი რიგი იდგა ჯანდაცვის სამინისტროს სტენდთანაც, სადაც ყველა მოქალაქეს ჰქონდა საშუალება C ჰეპატიტის სკრინინგი უფასოდ ჩაეტარებინა. ის ცენტრში მოწყობილი არის ესეთი ანალიზების სასაღები ოთახი, ლაბორატორია, სადაც შეუძლია ნებისმიერ სრულად აიღოს ანალიზი და იქვე რამოდენიმე წუთში შეუძლია მიიღოს პასუხი. ეს არის დიდი პროექტის ნაწილი C ჰეპატიტის ელიმინაციის. ჩვენ ვიმყოფებით ახლა წალე კუთხეში, სადაც წარმოდგენილია გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. ეს არის ჩვენი სწრაფი რეაგირების სამსახურის მანქანები, მათი აღჭურვილობა. ისევე როგორც გასულ წლებში ყველა სახელმწიფო უწყებამ წელსაც ერთგვარი ანგარიში ჩააბარა მოსახლეობას. სამინისტროებმა და სამსახურებმა რუსთაველის გამზირზე უკვე შესრულებული ან სამომავლოდ შესასრულებელი პროექტების მაკეტები გამოფინეს. დამთვალიერებლებს კი თემატურ კუთხეებთან თავად მინისტრები მასპინძლობდნენ და გამოფენილი ნიმუშების შესახებ უყვებოდნენ. დღეს გარდა იმისა, რომ ერთგვარ ანგარიშს ვაბარეთ საზოგადოებას, ჩვენ სტენდზე გამოვხინეთ ჩვენი პატიმრების ნამუშევრები, მამაკაცის პატიმრების ნამუშევრები. სამინისტროს აქვს რამდენიმე კომპონენტი აქვს, ძირი აქვს გამოფენილი შეიარაღება, საპატრულო პოლიცია, ჯავშანი ტრანსპორტი ყავს გამოფენილი და ძალიან მოხარული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. ძალიან ბევრი ადამიანის გმირობა მოიტანა, ის რომ ჩვენ ვართ დღეს დამოუკიდებლები, ის რომ საქართველო არის მართლაც და მშვენიერი დამოუკიდებელი ქვეყანა. დღეს ჩემ შვილებთან ერთად ავარ და ვფიქრობ, პატარებიც ხდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის 26 მაისი. ყველა კუთხე პირადად დაათვალიერა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და უწყებების თემატური სტენდები შვილებთან ერთად მოინახულა. ქალაქის ცენტრალური ქუჩა მთავრობის მეთაურმა ოჯახის წევრებთან და თანაგუნდელებთან ერთად გაიარა. რუსთაველის გამზირზე გამოსულ მოქალაქეებსაც გაესაუბრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. სტენდების დათვალიერების შემდეგ კი მთავრობის მეთაურმა ყველა მოქალაქეს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მე მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. და გისურვოთ უფრო მეტი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გაძლიერება. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის. და ყველას ულოცავ, ყველა მოქალაქეს ულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის ძალიან დიდი სახალხო დღესასწაული მივიტყოდი და ყველას გვიხარია. სახალხო სეირნობა რუსთაველის გამზირზე ახლაც გრძელდება. საზეიმო ღონისძიებებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს, როგორც იმ გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, რომელიც საქართველოში იოლად არასოდეს მოსულა.